დღეს საკმაოდ პოპულარული გახდა პირადი სივრცის არასწორი ინტერპრეტაცია. და ამ ვითარებაში, სადაც ყოველი მეორე ფსიქოლოგია, მათ მიერ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მივიღეთ ურთიერთობების და ოჯახების გამანადგურებელი მონსტრი, სახელად პირადი საზღვრები. და მეთანხმებით, რომ ყველაზე უსიამოვნო манипуляция არის, როდესაც ქალი, რომელიც გიყვარს, გეუბნება ჩემს პირად საზღვრებს ნუ ეხებიო. აი ეს არის ჩემი პირადი სივრცე და შენ პატივი უნდა სცე ჩემს პირად საზღვრებს. კი მარა, ქალო, ურთიერთობის მთელი შინაარსი არის მაგ პირადი საზღვრების გაცნობიერებულ დარღვევაში. ჩვენ იმისთვის არ ვცდილობთ ერთმანეთის გაცნობას და ურთიერთობის დაწყებას, რომ შემდეგ ჩვენ შორის მავთულხლარდები მოვჭიმოთ. რომ შემდეგ მეზობლებივით ვიცხოვროთ. ურთიერთობა ისედაც იმას ნიშნავს, რომ შენს პირად სივრცეში უშვება ადამიანს და ყველანაირ ზღვარს არღო ბოლომდე. ცნობისთვის, ამ პირადი სივრცის თეორია გაჩნდა 60-იან 70-იან წლებში. ეგ თეორია გამოიგონა ორმა ფსიქოლოგმა, ფრედრიკ სოლომონ პერლზმა და ერიკ ბერნმა. მაგ თეორიის აზრი მაქსიმალურად მარტივი და ადეკვატური იყო. რომ შენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა დაიცვა მაგალითად სამსახურში იდიოტი უფროსისგან. ან ავტობუსში მგზავრობისას ტვინის ბურღველი არაადეკვატური პიროვნებისგან. იმ დროს არავის მოვიდო და თავში რომ 2025 წელს იმდენად გამოშტერდებოდნენ ქალები, რომ მაგ თეორიას პირად და მით უმეტეს ოჯახურ ურთიერთობაში გამოიყენებდნენ. ანუ ის ინსტრუმენტი, რაც შეიქმნა უშუალოდ იმისთვის, რომ უცხო ადამიანების ნეგატიური გავლენისგან დაიცვა შენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, გადაიქცა შენთვის ყველაზე ახლო ადამიანის ფსიქიკაზე შეტევის ინსტრუმენტად. პირადად ჩემი აზრით, გაცნობის სტადიაზეც კი, აი პირველივე პაემაზე, ეგეთი გაგება, როგორიც არის პირადი საზღვრები, არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ კარგი გაცნობის პროცესი ნიშნავს იმას, რომ შენ უპრობლემოდ შეგიძლია ნებისმიერი რამ გკითხო ქალს და ისიც გულწრფელად გიპასუხებს. ანუ ის მზად არის იმისთვის, რომ გულწრფელად განიხილოთ ნებისმიერი საკითხი. თავისთავად მისი წარსულიც. მაგრამ პრაქტიკაში რა გვხდება? ქალი აცხადებს მზაობას, რომ გაგიცნოს. ამბობს, რომ სერიოზული ურთიერთობა უნდა და მოდის პაემანზე. შემდეგ კი, როდესაც უსვამ კითხვას, გეუბნება, რომ გაცნობის სტადიაზე ასეთი კითხვები არ მოსულა, ეგ პირადულიაო. კი მარა, ჩვენ ხომ იმისთვის ვცდილობთ ერთმანეთის გაცნობას, რომ აი ეგ პირადული, შენი პირადული, ჩემი პირადული გახდეს ჩვენი საერთო პირადული. ყავაში ხომ არ ვიმკითხავებ, რა შეხედულებები გაქვს, ან რანაირი წარსული გაქვს. ეგ ყველაფერი ღიად უნდა განვიხილოთ. ხოლო ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როდესაც იგივე ქალი, რომელიც შენ პირად საზღვრებზე გესაუბრება, როდესაც მიდის ვინმე ფსიქოლოგთან, ან ვინმე ჯადოების მომხსნელ ბებოსთან. აბსოლუტურად ყველაფერს მომენტალურად და უპრობლემოდ უყვება. მაგ ბებოსთან საერთოდ არ აქვს არანაირი რიდი. ძალიან თავისუფლად უყვება მთელ მის ეგზოტიკურ წარსულს, რაღაც ბავშვობის ტრამებს და დანარჩენ ყველაფერს. ანუ უყვება ისეთ რაღაცებს, რასაც მისი მომავალი, ან უკვე არსებული ქმარი, ვერასდროს გაიგებს. მაგავე ბებოს ან ფსიქოლოგს ის არ ეუბნება, რომ წარსულშია ბებო, რა მნიშვნელობა აქვს მაგასო. მაგრამ როგორც კი შენ დაუსვა მსგავს კითხვას მის წარსულ ურთიერთობაზე, დაშორების მიზეზზე, ან რაიმე მაგვარზე, ეგ ზედმეტად პირადულიაო და არ გეტყვის. ანუ ის ყველაფერს უყვება იმ მამაკაცის გარდა, ვისთანაც იდეაში ოჯახური ურთიერთობის შენებას აპირებს. და აქ ყურადღება არის მისაქცევი იმაზე, რომ არც ერთი ისტორია არ არსებობს, სადაც მაგ პირად საზღვრებს აწესებს ორივე პარტნიორი ერთდროულად. ეგ ყოველთვის ვიღაც ერთი მხარეა და უმეტეს შემთხვევაში ეგ მხარე ქალია. პირადი საზღვრები არის ურთიერთობაში დომინირების ინსტრუმენტი და არა ზრუნვის. როგორ ხდება ხოლმე ეგ პრაქტიკაში? თავიდან შენ ხედავ რაღაც საგანგაშო სიგნალებს ქალში. ცდილობ გამოელაპარაკო, რომ განიხილოთ, რომ გაარჩიოთ. და ბოლოს თავისთავად რომ აუკრძალო მას, იმისთვის რომ რაღაც კატასტროფა არ მოხდეს. და აი ამ მომენტში ის გეუბნება, რომ შენ ტირანი და აბიუზერი ხარ, რომელიც მის პირად სივრცეში იჭრება და მას ახრჩობს და სულდავს. სინამდვილეში პირველ ეტაპზე ქალი ჯერ უბრალოდ ახმოვანებს მაგ პირადი საზღვრების თეორიას და შემდეგ აკვირდება შენს რეაქციას. თუ შენ არ გაქვს არანაირი რეაქცია, ან არასწორი რეაქცია გაქვს, მაშინ ის წარმატებულად ნერგავს მაგ თეორიას თქვენს ურთიერთობაში. შემდეგ კი მაგ პირად საზღვრებს ნელ-ნელა აფართოვებს. გარკვეული დროის შემდეგ კი სიტუაცია უკვე იქამდე მიდის, რომ შენ შენიშვნის მიცემაც კი აღარ შეგიძლია, აღარ გაქვს უკვე ეგეთი უფლება, უკვე ჩამოგართვეს. ბოლოსკენ კი, როდესაც მისი ეგ ახირებები უკვე გაუსაძლისია, შენ ამუხედავ და ყველაფერს პირდაპირ შიგ სახეში აჯახებ. და აჯახებ აგრესიული ტონით და უწმაწური სიტყვების თანხლებით. აი ამ მომენტში გაფორმებს ქალი მოძალადე ტირან აბიუზერად. სინამდვილეში ასეთ ქალთან ურთიერთობაში ყველაზე წყნარი, ყველაზე გაწონასწორებული და ყველაზე მშვიდი მამაკაციც კი პოტენციური აგრესორია. ასეთი ტიპაჟის ქალები ხელოვნურად ეძებენ იმის მტკიცებულებას, რომ ყველა მამაკაცი პოტენციური მოძალადეა. ყველა პატარა, მიზერულ რაღაცასაც კი დაიჭერს და გეტყვის, აგერ ხომ ვამბობდი, რომ ფსიქოლოგიური მოძალადე ხარო.
პარალელურად შენ მაგ დროს ძალიან წყნარი, გაწონასწორებული ხარ, მზად ხარ მშვიდად მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არა, შენ მაინც მოძალადე ხარ. იმიტომ რომ მას აწყობს რომ შენ იყო მოძალადე ტირანი, რომ ის იყოს მართალი და შედეგად თავს მისცეს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება. ანუ სინამდვილეში ის აქეთ ძალადობს შენზე ფსიქოლოგიურად და მაგ ფსიქოლოგიური ძალადობის მეშვეობით ის ხსნის მისთვის სამოქმედო ვარიაციების ფანჯარას. თქვენ შეიძლება ჯერ ურთიერთობა არც კი გქონდეთ დაწყებული და მას უკვე ციხესიმაგრე აქვს მის გარშემო აშენებული და მზად არის რომ იქედან დაგცხრილოს. რას ნიშნავს შინაარსობრივად, როდესაც ქალი შენთან პირად საზღვრებს აწესებს, რა აზრის მატარებელია ეგ? სინამდვილეში ეგ არის ქალის მხრიდან ულტიმატუმი. ის შინაარსობრივად შემდეგს გეუბნება, რომ ან ისე იქნება როგორც მე მინდა, ან შენ ხარ ტოქსიკური მამაკაცი. ეგ არის პრიმიტიული სპეკულაცია, რომელიც თერაპიული საბნით არის შეფუთული. ვიღაც ქალმა შეიძლება დაწეროს მსგავსი შინაარსის კომენტარი. რომ მოხუცო, შენი ნათქვამით გამოდის, რომ მამაკაცის მიერ შეთავაზებულ ურთიერთობის მოდელზე უნდა დაეთანხმოს და გადაეწყოს ქალი. ანუ მამაკაცმა უნდა დააწესოს საზღვრები და ქალმა დაემორჩილოს. მე კი გეტყვი, რომ კი, მართალი ხარ და გეთანხმები. ეგ ეგრეც უნდა იყოს. მაგრამ არა იმ გაგებით, რა გაგებითაც მაგას აკეთებს ქალი. მამაკაცი მაგ საზღვრებს უნდა აწესებდეს ურთიერთობის კეთილდღეობისთვის და არა პირადი ახირების გამო. ანუ ყველა ჩემი სიტყვა, ყველა ქცევა, ქმედება, ყოველდღიურად და თანმიმდევრულად ამტკიცებს იმას, რომ მე ოჯახის კეთილდღეობისთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. და პრაქტიკაშიც ჩანს ის, რომ ოჯახი ყოველდღიურად წინ მიდის. ანუ ოჯახის წინსვლა არის იმის პრაქტიკული, მარტივად შემჩნევადი და გადამოწმებადი მტკიცებულება იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი. თავისთავად აქ არ იგულისხმებიან ის მამაკაცები, რომლებიც იმპულსურად მოქმედებენ. რაღაც პირად კაპრიზებს აწესებენ. რომლებიც ჯდებიან და იწყებენ რაღაც ემოციურ ფიქრებს, ნეტავ მე ბედნიერი ვარ თუ არა დღეს და ახლაო. აბა რას ვურძნობ, ნეტა მიყვარს თუ არა. ეს ყველაფერი არის მამაკაცში ქალური საწყისი. ასეთი მამაკაცი იგივე პრობლემური ქალივით იქცევა. ადეკვატური მამაკაცი კი აკეთებს იმას, რაც საჭიროა ოჯახისთვის. ის არ მოქმედებს სიტუაციური, მომენტალური ემოციების კარნახით. ის სტრატეგიულად აზროვნებს. და ზუსტად იგივეს ითხოვს ქალისგანაც. მე მგონი ეს არის ყველაზე სულელისთვისაც მარტივად გასაგები და სამართლიანი სქემა. ანუ მე როგორც მამაკაცი ნებისმიერ ჩემს ქმედებას თუ ქალის ქმედებას ვაფასებ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ოჯახისთვის სასარგებლოა, ესე იგი დაშვებულია. თუ არ არის სასარგებლო, ესე იგი დაუშვებელია. ხოლო თუ შენ ჩემო საყვარელო, აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც ჩვენი ურთიერთობისთვის საზიანოა, მაშინ მე სულ ფეხებზე მკიდია შენი პირადი საზღვრები. სულ ფეხებზე მკიდია ვინ და რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვიზამ იმას, რაც ვალდებული ვარ რომ ვქნა. მე მექნება ისეთი რეაქცია, როგორიც ვალდებული ვარ რომ მქონდეს. თუ რა თქმა უნდა მინდა რომ ოჯახი მთელი მისი შინაარსით ადეკვატურად ფუნქციონირებდეს. და ბოლო-ბოლო რატომ იბრძვის ქალი ასე დაჟინებით ამ პირადი საზღვრებისთვის? როგორც ირკვევა ხოლმე, არაფერი კარგის გამო არ იბრძვის. აბსოლუტურად ყოველთვის ის იბრძვის თავისი პერსონალური კომფორტისთვის და ეგოისტური მინდებისთვის. წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი. მამაკაცი შევიდა სამზარეულოში და საჭმელს იმზადებს. უცებ მორბის ცოლი და აგრესიული ტონით ეუბნება, რას აკეთებ ბიჭო? ნუ არ ღვევ ჩემს პირად საზღვრებს. ნუ იჭრები ჩემს ტერიტორიაზე. წადი და ჯექი მაგიდასთან, საჭმელს მე ჩემით გავაკეთებო. ეს ხომ სასაცილოდ ჟღერს. მაგრამ ეგეთი რამ არ გსმენიათ, იმის მიუხედავად რომ სამზარეულო მართლა მისი ტერიტორიაა. ან მაგალითად ქალი რომ გეუბნებოდეს, მეორედ აღარ მიყიდო ეგ ძვირადღირებული ჩანთა, რადგან მაგით ჩემს პირად ფინანსურ საზღვრებს არ ღვევ. მაგრამ ასეთები არ ხდება და არც მოხდება. რატომ? იმიტომ რომ პირადი საზღვრების დაწესების მცდელობებს ქალი მაშინ იწყებს, როდესაც მას რაღაც მავნებლური, ეგოისტური მინდების ლეგალიზაცია უნდა. უმეტეს შემთხვევაში ეგ არის ხოლმე ვიღაც გაურკვეველი მიდრეკილებების მქონე ახალი დაქალები. ან რაღაც საეჭვო მიმოწერები. ან რაღაც უცნაური ტიპის გართობები და ნუ ასე შემდეგ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ქალი პირად საზღვრებს თავს იქ, სადაც ნეხვის სუნი დგას. მე გულწრფელად არ მესმის, მამაკაცმა რატომ უნდა ითმინოს შიგნით ურთიერთობაში ქალის მიერ დაწესებული რაღაც პირადი საზღვრები. როდესაც ქალი ამოწმებს შენს ემოციებს, შენს სიტყვებს, თუ რამდენად ტოქსიკურია. როდესაც ის ადგენს რა შეიძლება და რა არ შეიძლება. რატომ უნდა ითმინო ეგ ყველაფერი? ძალიან დიდ შეცდომას უშვებ, როდესაც ითმენ. რადგან როგორც პრაქტიკა მრავალჯერ გვიჩვენა, ბოლოს აუცილებლად ამოხეთქავ და ეგ შენი მოთმენა ბევრად დიდი კატასტროფით დასრულდება. მე დიდი ხანია რაც მსგავსი ტიპის ქალებს ვაკვირდები და ძალიან ბევრი პირადი ისტორიის ლოგიკური განვითარების თანმიმდევრობა მაქვს გაანალიზებული და გააზრებული. და ყველაზე სახალისო იცით რა არის მაგ ისტორიებში?
როდესაც მსგავსი ტიპაჟის ქალს ურთიერთობის დასაწყისში სუსტი პოზიცია უკავია, ის არ ადგენს თავის პირად საზღვრებს. პირიქით, იმას ცდილობს, რომ მამაკაცისთვის ყველაფერი მაქსიმალურად ღია და გასაგები იყოს. რატომ? იმიტომ, რომ თუ ის იტყვის, რომ ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა, ჩვენ პირადი საზღვრები გვაქვს, ზუსტად 5 წუთში ის ეჩვიანობისგან შუაზე გაიხევა. როდესაც ის სუსტ პოზიციაშია, თვითონ მასაც სჭირდება სრული კონტროლი. სხვა შემთხვევაში შეიძლება მამაკაცმა უღალატოს, ან უბრალოდ მიატოვოს. მას კი არ უნდა, რომ ეგ მოხდეს. მაგრამ იმავე მამაკაცთან როგორც კი ოდნავ მოიძლიერებს პოზიციებს, როგორც კი დარწმუნდება, რომ ეგ კაცი აღარსად წამსვლელი აღარ არის, ეგრევე ირთვება პირადი საზღვრების დაწესების პროცესი. და ამით მისი შინაარსი არ შეცვლილა, უბრალოდ ვითარება შეიცვალა. ადრე ისე იყო მისთვის ეგოისტურად მომგებიანი, ახლა ასია მომგებიანი. ზუსტად ამიტომ ნებისმიერი ქალი, აი ის წერვა ქალიც კი, რომელიც ფსიქოლოგიით და ჰოროსკოპებით არის დაინტერესებული და 10,000 გამომწერი რომ ჰყავს ინსტაგრამზე. არასდროს დაიწყებს პირადი საზღვრების დაწესებას, თუ ის სუსტ პოზიციაშია, თუ ის ჰორმონალურ შეყვარებულობას განიცდის შენს მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, გამოდის, რომ ყველაფერი, რაც პირად საზღვრებს ეხება, არის უბრალოდ ემოციური სადიზმი და არის უბრალოდ ბრძოლა სრულიად ძლიერი პოზიციის მოსაპოვებლად. პირადი საზღვრების დაწესება არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ქალი, რომელიც გიყვარს, შენს თვალწინ მოურიდებლად აკეთებს იმას, რაც შენ გაუსაძლის სტრესში გაგდებს. პირადი საზღვრების დაწესება არის ურთიერთობაში მიუღებელი ქცევის ლეგალიზაციის თანამედროვე მოდური მეთოდი. თუ ურთიერთობის საწყის სტადიაზე წამოწდა ქალს ეგ სიტყვები, რაც პირად საზღვრებს უკავშირდება, ეგ ნიშნავს იმას, რომ მან უკვე ბოქსიორის სტოიკა დაიკავა და თქვენ შორის იწყება ბრძოლა დომინირებისთვის. ხოლო თუ გრძელვადიან ურთიერთობაში გაიგე ქალისგან ეგ სიტყვები, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე ზედმეტად მიუახლოვდი მის რეალურ არსს და შინაარსს. ზუსტად ამიტომ, თუ შენ გაინტერესებს ამ ყველაფრის ძირფესვიანად შემეცნება. თუ გინდა, რომ ბოლომდე გაერკვიო ქალისა და მასთან ურთიერთობის როგორც მექანიკურ, ისეც ფილოსოფიურ შინაარსში. თუ გინდა, რომ ხელში გეკავოს ძალიან ძლიერი იარაღი. გთავაზობ მინიმუმ ამ 2 ვიდეო კურსის ზედმიწევნით შემეცნებას. კატალოგის ბმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია. კურსების შესაძენად და კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერე WhatsApp-ზე.